მოკლედ ახლა გაჩვენებთ ერთ ჩვეულებრივ რეისს. ყოველკვირეული რეისი. პოლონეთი, ინგლისი, ინგლისი, პოლონეთი. აი, აქ ბევრი საბუთები, ერთ-ერთ საბუთს ვიღებ მე, მოვზებნი პრინციპს. ეს არის ჩემი პრინციპი შავი. შევამოწმოთ ერთს. ესე გამოვუყრით დროსებს. ხსნით სმენას. Okay. პოლონეთი, okay. დგებით ჩახუჩებზე და ჩავებავთ მისაბელს. ჩავთავთ ერთ ნავიგაციას, ჩავთავთ მეორე ნავიგაციას და წავედით.
ქალი იყო საჭესთან. მეგობრებო, ამ ვიდეოში არ ვლაპარაკობ შეგნებულად, იმიტომ რომ ზოგს უნდა ეს რაღაცის პავაროტნიკების ხმა, ტრაილერის რაღაც ხმის მოსმენა. მე მაგალითად თამაშის კანიას კი გადმოვწერე და თამაშობდი და სარკეებში უყურებდი როგორ ვაყენებდი და რო აღმექვა და ეს ვიდეო ძირითადად განსაზღვრულია იმ კატეგორია ადამიანების, ვისაც აი ყველაფრის შეგრძნება და ანუ დაინტერესება რო აქვს მაგათვის რა. თუმცა 2 წუთი ჩაგერთვებით აგერ ახლა შემოვიარე აგერ გზად მაღაზიაში გაზი დამიმთავრდება რა და გაზის ბალონები მინდა რომ ვიყიდო. განახეთ ახლა მაგ გაზის ბალონებსაც. აი აგერ მაგალითად არის აგერ წყალიც არის მეგობრებო, თუ დაგიმთავრდებათ აი გვერდზე ასაღები და სარეცხიც არის გასარეცხები თუ რამე, აი ესეთ პარკინგებზე არის ხოლმე ხშირად ეგეთი რაღაცები. ჩავიდეთ ხა ვიღებ გაზის ბალონს. და შეიძლება ისიც ვიყიდო, მაგრამ სიგარეტი რადგან პოლონეთში ვარ. თუმცა სიგარეტი არ გვინდა მეგობრებო, არ ვარგა სიგარეტი. კალონკებზე არის ხოლმე ესეთი რაღაცები, შეგვიძლია მინები გავწმინდოთ თუ რამე მოკლედ. და არ ვიცი ხა ეს სალაპარაკო არ არის ვიცი, მაგრამ ზოგადად ნაგავს და რაღაცას მოიმოშვებით ხოლმე მეგობრებო, ყოველთვის ჩავაგდოთ ხოლმე ეს ადგილებში რა. აი ესეთი ის არის რა მოკლედ. სარეცხი და საშუალო, აქ 20 ზლოტი, 10 ზლოტი. ევროპაში უფრო იაფი გამოდის მაშინ. ასეთ გაზის ბალონებს არ ვყიდულობთ მეგობრებო, ჩვენ სხვა გვაქვს, ხევადი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ არაფეთქეს და რაღაცა რო არ დაემართოს. ესეთი მაღაზია. აქ შეუცვლიათ ეს ისინი. სხვანაირად ავადია. მე აქ არის მისი ხელთათმანის მინდა დამავიწყდა დღეს აღება და ხელთათმანსაც ბარემ ავიღებ. ესენი ეწებება არსრიალებს და იმას უფრო დაუმუღამე რა. ხო, ამათ ავიღებ მოკლეს. გაზის ბალონები სად არის? ეხლა ეს სხვანაირად ელაგა აქ რაღაცები და ეხლა სხვანაირად დაუდიათ. გადამყვანები რაღაცები რო გინდათ არის ხოლმე. გაზის ბალონები სად წაიღეთ კაცო? ეს ჩაიდნებია, მაგრამ იდეაში არ ვარგა, ეს ვენტილატორი თულ არაფერი არ ვარგა. ბაჩონკებიც არის თუ რამე. ვახ, გაზის ბალონები სად არის დრო? აგერ არის, მეგობრებო. ეს არის გაზის ბალონები და ეს არის გაზები. ესეთი გაზები აქტივა ბალონი მოკლედ. 9 ზლოტი არის. და ესენი მარტო ეს მინდა რა პრინციპს ეს სიგარეტი მეტი არაფერი. აი. ავეთ ხა ჩვენ. Nie za bardzo. To. Takie lewki. No, 3. 111,45. 111. Dziękuję. Dziękuję, do widzenia. Mam oplet, awიღე ეს. ძალიან კაი აბანო აქვს ფათაშორის.
აქ არის სასვლელი, მაგრამ ფასიანია საპირფარეშოც და ის რა თქმა უნდა აქ. Ну, სადაც კარგია, იქ ფასიანია და უფასოების ბევრია, მაგრამ პოლონეთში და სულ ქვეყანაში მოკლედ ის არის რა, ეგ წყალი არის, დასალევი არ არის მეგობრებო ეს წყალი. აგერ აწერია კიდევაც, რომ გადათარგმნოთ, აგერ რომ წარეწეროს ნახატი არის მეგობრებო და თუ რამე ხელისასაბანად ან თურქის გასარესხად ან დორნიკების ან რაღაცისთვის გაქვთ. აქ არ ვასხავ მეგობრებო, მაგრამ ზოგადად ამნაირ ადგილებში პოლონეთში ჩვეულებრივად მოკიდებთ ახლა ამას ჩაასხავთ აქედან პირდაპირ და მერე გადაიხდით. აქ ჩამსხმელები არავინ არაა, ხო იცით? აი მოიკა არის მართლა დიდი მანქანების და ბელგიაში საერთოდ ჩვენ ვიხდით წინასწარ, ეხლა მაგას განახებთ, ანუ ამ ვიდეოში არა, მაგრამ ამის შემდეგ მესამე ვიდეოში იქნება ეგ სავარაუდოდ. ასე რომ წავით, ეხლა გავაგრძელე მე გზა. აი მეგობრებო, ამას ვიძახი. ნახე ხა სანამ მე შევედი, გამოვედი, რაღაცა აგერ 11 წუთი გავიდა. ეხლა რახან მე დრო ასე მაგ დათვლილი და მე ჩემთვის ყველა დრო მნიშვნელოვანია. თქვენ შემთხვევაში ამას დაქოქავდა წახვალდა პირიქით ეს 11 წავუზაც. ჩათვალეთ რომ ხახუი ჩერჩებათ როგორც იტყვიან. ჩემ შემთხვევაში ეხლა ბარემ დაველოდები 4 წუთი, ანუ იმ 45 წუთიან პაუზას ეხლა გავყოფ, აგერ 15 წუთი გავჩერდები და 16 წუთზე დავიზრები და შემდეგში უკვე გერმანიაში რო ჩავალ 30 წუთი გავჩერდები და 31 წუთზე დავიზრები და ჩათვალეთ ეხლა ახანდელი გაჩერება და შემდეგი 30 წუთიანი გაჩერებით გამომივა ის რა ქვია 45 წუთიანი პაუზა და ამ 15 წუთს არ დავკარგავ. დღეს კი არ მჭირდება სიმართლე გითხრათ არაფერში, მაგრამ ზოგადად მაინც უკვე ისე ვარ მიჩვეული რომ ეს უაზროთ ეს დრო არ დავხარჯო და ყველა წამდა წუთს მაინც ვიყენე ბოლო-ბოლო ამ 15 წუთს მე აი 12 გახდა ეხა უკვე აგე, აი. ანუ აქედან რომ ჩამოვალ თქვევით 12 წუთი გახდა მოკლედ აგე. რომ ამას უკვე ისე ვარ მეგობრებო მიჩვეული რომ ამ დროს მე იქ ბოლოში გამოვიყენებ. მაინც დამრჩება დღეს რა 13 საათზე მე არ ვაპირებ დღეს ხო საერთო დროს. სავარაუდოდ 12 საათ ნახევარი გამომივა, იმიტომ დღეს 10 საათიან ტარებას ვაპირებ რა. ხო და აი ეგრე ვანაწილებ მე, მაგრამ თქვენ ზოგი მაგალითად სიმართლე გითხრათ ზოგი მძღოლი ეხა 14 წუთზე ათქება და დაძრავს და მე 45 წუთს გაჩერდება. ვინც დღიურზე ასე ჩვებიან მეგობრებო, მაგრამ მე არც დღიურზე არ გამიკეთებია ეგრე, არც ისე არ გამიკეთებია და არც ისე არ გავაკეთებ. რავი, მე ყოველთვის მრჩევნია ჩემი საქმე გავაკეთო დროულად და მე თუ რამე დრო დამრჩა და გემოზე მშვიდად ის დრო ერთიანად გამოვიყენო საბოლოოდ უკვე რო ვიცი რომ რაღაც ჩემია. თორე ახლა 15 დრო გავჩერდე. შეიძლება X გერმანიის გადასასვლელში და საცობი იქნება ახლა პოლონეთიდან, მაგრამ იქ შეიძლება ისეთ საცობში მოხვდე რომ 10 წუთში შეიძლება გამესწრო. ეგეთი შემთხვევები ყოფილა ხშირად, იმიტომ რომ ორი მანქანა რომ მივდიოდი, თქვათ მე გამივლია და უკანი საცობში მოხვედრილა. ან პირიქითაც ყოფილა შემთხვევა რა და ამიტომ მე არ მაწყობს ამ ესე უაზრო დროის ფლანგვაჯა ერთი არ მაწყობს და არ მიღებს. მე არც ვარ ეგეთი რომ გავაკეთო, მიჩვენია მოვიშორო რა ჩემი სამუშაო, დასრულდება სამუშაო და მე აგერ ან წამოვწვევი, ან გავივლი, ან ლეპტოპს გავშლი საქმე რაღაცას ვიზავ. მოკლედ ბოლოში უკვე გემრიელად მიჩვენია ეს რომ გამოვიყენო ჩემთვის რა. ხო და ბარემ აგერ დაველოდები, მოკლედ 13 გახდა ახლა, და წავალ რა. რაც შეეხება ესეთ ადგილებს ეხლა დიდი კაი პარკინგი ეს არ არის, მაგრამ ეს კაი რამე არის აქ. სულ აქ ჩერდები ხოლმე წითელ ზაპროვკას ვეძახი ამას. ბევრია სანამ პოლონეთიდან იქამდე ჩავალ, ძალიან ბევრგანაა ეს პარკინგები, მაგრამ ერთი მწვანე მომწონს იქაც სავარაუდოდ მოხვდები. ესენი ღამე იკეტებიან ოღონდ რა და ბევრი იკეტება ღამე და იქ ღამე აპარატებია, შეგიძლია კარი გაიღებო ჩვეულებრივ, შეგიძლია შენ თვითონ იყიდო რაღაცები და ნუ პოლონეთში მე ძირითადად არ მიწევს ხოლმე გაჩერება, მაგრამ 1-2 იყო რა, მაგალითად ერთხელ თოვლი იყო ამნაირ ადგილას და უბრალოდ ჩემით გავჩერდი, იმიტომ რომ თოვლში მინდოდა თან ლამპიონები არის მწვანე კალონკაზე და ლამპიონები რომ ათევდა ეს რომ თოვდა, რაღაცა თან ეს ვებასტორო ქონდა ჩართული. რაღაც ეგეთი მომენტებით кайფობ ხოლმე მოკლედ რა. ხო და სხვადასხვა არის, მაგრამ ძირითადად ამას და მწვანეს გამოვარჩევ, აი პოლონეთი გერმანიის საზღვარი, სადღაც 180 კილომეტრს გავლა მიწევს მე სოფლებით. ის ეხა ფასიანი ავტობანი და მან ჩვენებს არ აწყობს იზაც სიარული, თუ თქვენი კომპანიით სადაც ივლით ყოველთვის როცა გახვალთ პოლონეთიდან, იშვიათად მოგიწევს, მაგრამ მაინც შეიძლება მოგიწევთ ხანდახან შემოსვლა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ ხანდახან კი არა, სულ ეგრე არის, მაგრამ ხა სულ ვერ აკეთებენ და პოლონეთში უნდა დაფიქსირდეს მანქანა, პოლონეთის მანქანა ევროპაზე დადის, ის მანქანა პოლონეთში უნდა დაფიქსიროს, ტახოგრაფმა უნდა დააფიქსიროს ქვეყანა პოლონეთი. აღარ მახსოვს მაგ იმდენი ხანი აღარ გამიკეთებია, მაგი აღარ მახსოვს, რომ მე სულ პოლონეთიდან დავდივარ რა. მე მგონი 3 თვეში ერთხელ მანქანა უნდა იყოს თუ 5 თვეში, აღარ მახსოვს, ვერ მოგატყუებთ ხა მაგას, მაგრამ მოკლედ წელიწადში რამდენიმეჯერ მანქანა უნდა დაფიქსირდეს პოლონეთში და ამის გამო შემოყავთ ხოლმე ამ პოლონეთისთვის აძლევენ, ან შეიძლება ბაზაზეც მოხდეს ჩვენთან და ასე შემდეგ, მეგობრებო, მოკლედ.
და თქვენ ივლით იმ ფასიანი ავტობანებით სულ. თქვენ სუფასიანი ავტობანებით გზას არასდროს არ იხდით, ძირითადად ფასიანი პარკინგები ან ასეთი პარკინგები მე ხედავთ ხანსავდგევარ. მე მირჩევნია ვიზახი, მაგრამ ვიღაცას არ ურჩევნია რა. იმიტომ რომ მე იქაც ბევრი მაქვს ნამუშევარი და აქაც ბევრი მაქვს და მოკლედ რა ვიცი, ჩემს უშლობა აღარ აქვს, უკვე არც ამაზე მაქვს პრობლემა და არც იმაზე. მაგრამ მე თუ არჩევანის საშუალება მექნება, მე ყოველთვის გავჩერდები ის ადგილას, სადაც ქალაქი და რაღაცა არის ახლოს, მოკლედ რა, ან ბუნება, ან ხედი, ან ტბა, ან რაღაცა ეგეთი. აჰა, 15 წუთი გახდა მეგობრებო. ახლა მე რო დავიძრა 15 წუთიანი პაუზა ხო ვთქვი რომ 15 და 30 წუთმა გაყოთმეთ კი, ახლა აზრი არა. ეხლა რო დავიძრა, ეს არც არ ჩამთვლს. აჰა, 16 გახდა. ეხლა უკვე შემიძლია დავიძრა. 15-ზე რო დავიძრა, გინდა 1 წუთი იდექით, გინდა 14, გინდა 15, ეგ არაფერს არ დაგიფლით მეგობრებო საერთოდ. და გინდა ეხლა მე რო 30 წუთი მდგარიყავი აქ, ხო? გინდა 44 წუთი რომ მდგარიყავი, მეგობრებო, მაინც 15 წუთს დამითვლდა ეგ დასვენებას. იმიტომ რომ პირველი დასვენება ყოველთვის 15 გონია ამას. მე უკვე მეორე 30, კი ბატონო, 30 და 15 არა, 15 და 30. მოკლედ ასე მაქვს მეგობრებო, მე აქ საანგარიშო რაღაცები, რაც თქვენ არ მოგიწევთ და საერთოდ თქვენ იქ სხვა რაღაცები გეკნათ მეგობრებო, ჩემთან რასაც მუშაობა ქვია, ეხა პირდაპირ ვიტყვი რომ რასაც მუშაობა ქვია, ვინც აი დროზე და რეისზე მუშაობს ან კილომეტრებზე, ისინი უკვე სხვანაირად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ყველა მუშაობს მეგობრებო, მაგრამ თუ შევადრით ეხა ჩემს გრაფიკს და კილომეტრებზე ვინცა იმას გრაფიკს და იმის გრაფიკს, ვინც დღიურად იმაშვება, ხო, აგერ ამ კაცს მაგალითად საერთოდ მანქანაც მიაქვს და გემიც მეაქვს, იახტაც უბრალოდ. თუ შევადრით ორივეს, ხო, ამასთან შედარებით იმას სამუშაოს ვერ დავარქმევ, აი პირდაპირ ვიზახი, მე მესმის რომ ბევრი მძღოლი მუშაობს, მესმი მუშავია, დღიურზე ვიყავი, ორ ეკიპაჟიანზე ვიყავი, მარტოც ვიყავი და საერთოდ, რა ვიცი, ორ ეკიპაჟიანზე საერთოდ ხო ღამის თევა და რაც ის ქონდა სხვა არის, მე მესმის ყველაფერი მაგ გავლი და მაგითო ვიზახი, მაგრამ ბევრ მე არ ვიცნობ, რავი, ჩემი მძღოლების უმეტესობა, ვისაც მე ვიცნობ, პრინციპში გეტყვით. ქართველებიდან მე არავის არ ვიცნობ, არც ჩემიანებს და არც სხვას, ვინც იმაზე მუშაობს, ან რეისი, ან კილომეტრაჟზე. მე ვიცნობ უბრალოდ უკრაინელებს და სხვებს, რომ ეგენი ეგრე მუშაობდნენ ევაკუატორზე და რაღაცებზე და ყველა არის დღიურზე და ვინც დღიურზეა ისინი სავარაუდოდ ვერ გაიგებენ რას ვლაპარაკობ ზუსტად, მაგრამ დამიჯერეთ ეგრეა მეგობრებო, რომ მუშაობა რასაც ქვია, აქ ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს, ანუ იქ რომ მუშაობ, იქ პრაქტიკულად ახლა მე რაღაც ვაკეთებ, ამის ნახევარზე მე დისპეჩერი აკეთებს. და რას აკეთებს რაღაც დისპეჩერი? ამ დროებს თვითონ თulis პარკინგს თვითონ გაძლევთ, კი თქვენც უნდა გათვალოთ, გასულაც შეიძლება სასოფში აღმოჩნდეთ, გავიგე, მაგრამ საპასი დროები თulis დისპეჩერი, ხა მე ყოველთვის თვლი წუთი და წამზე ვსვლა. თქვენთან იქ რო წახვალთ, დისპეჩერი საათ ნახევარი მაინც ზაპასი გათვლია ყოველთვის. იმას ყოველთვის აქვს ზაპასი გათვლილი. საიდან ვიცი, იმიტომ რომ ყოველთვის სადაც თუთხაზე მივიდოდა ჩემი სამუშაო გრჩებოდა, ამ 9 საათიან ტარებაში საათ ნახევარი ეს მინიმუმ გამოდიოდა. ხანდახან 2-3 საათიც ხანდახან თუ გაგიმართლებდა ცოტა ისე დისპეჩერი შეხვდება რომ ვერ მოაბავთ, შეიძლება ნერვებზე მოგშალოთ კი ბატონო რაღაც ელემენტარულზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირიქით თქვენ სასარგებლოდ ხდება ეგ ამბავი, იმიტომ რომ თვითი ვერ აგიღოდათ, გეხა რა 5 საათი, 7 საათი, 2 დღე, 3 დღე და ამაში ფულს გიხდიანი ყოველდღე. მე რო დავდგე, მე ფულს არ მიხდიან ახლა აქ. მოგდებით განსხვავება ყველაფერში არის რა. ანუ თქვენ ჩემ ვიდეოებს ახლა რო უყურებთ და რასაც ხედავთ, ხო, თუ ეს თქვენთვის მისაღებია, იქ ჩათვალე რომ წახვალ თამაში იქნება ამის მერე. აი ამის მერე იქ ჩათვალე სათამაშოდ მიდიხართ. იმდენად განსხვავდება და იმდენად სხვა რამე არის იქ. თავიდან არა, რა თქმა უნდა, თავიდან თქვენთვის ნებისმიერი მარტივი, ყველაზე მარტივი დავალებაც კი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ არავის არ გაიკეთებია და არ იცით ახლა. თქვენ საერთოდ არ იცით ახლა ამის იქით რა ხდება, მაგრამ მე ვიცი რომ აქ შლაგბაუმი აქვს 50 მეტრი არ უნდა გაიარო. ხანდახან რადარებს აყენებენ, აი აგეთ. გემიზისა ლიანდაგის გადასასვლელი არის, ახლა 9000-ჯერ ვარ გასული, ხო? და მოსახვევში აქ 50 კილომეტრი და ხანდახან ის დგას ხოლმე, რა ქვია, ჯიგარი პოლიციელი დგას ხოლმე რადარით. აი განახდი ხა სად, მე ბევრი რამე ვიცი, ხვდები და ჩემს უკვე მარტივია და თქვენ აქ პირველად რო გამილა რომ დაგაჯარიმო, ხო? არ იქნებით მაყოფილი და უირად ცუდია იტყვით. მე არ დაუჯარიმები ვართ, მაგრამ ეხლა მანქანები რომ მოდიან ფარებით ვანიშნებთ ხოლმე, აქაც ერთმანეთს არ შეიძლება მაგითო დაგინახონ ფარებით რომ ვანიშნებ, ხანდახან მინახია პოლიცია დგას და მე კიდე სხვაგან სხვა პოლიცია დგას. აი ამ მოსახვევში, აი დიდი მანქანა რომ მოდის ხოლმე, შეტეხილი ადგილია, მან დგას ხოლმე ჯიგარი. მაგრამ რო აკვირდები თუ სხვაგანაც დგანან, აქაც დგანან, თუ არსად ერთელი გზა მოვიდა, დღეს არც არავინ არ დგა და აქაც არავინ არ დგას. რაღაც სხვა ისინია, მოკლედ ხრიკები არის, ამათი რომ დამღაი აქ დგანან ხოლმე მეგობრებო, აი ამ ადგილას დგანან ხოლმე პოლიცია. იქ უფრო კაი ადგილი აქვს დასადგომი, მაგრამ აქ დგანან ხოლმე. იმიტომ იქიდან მოსახვევიდან რომ შემოდიან მანქანები, რადარით დამიზნებული აქვს და ჯიგრები იქიდან უფრო აქიდან მხარეს იმაშვებიან, მაგრამ აქიდანაც გაუჩერებიათ მანქანა მინახია.
მქონდა. როცა ყველაფერს დაამოღავებ, მე სხვა არის. სანამ არ დაამოღამებ და აი ხა რამხელა ადგილია და ესა ადრეფთავად მე ხოლმე მანქანებს, ნაბუქსავებებია და შესაყენებელიც არ მაინც იჩერდებიან. ეს ადგილები ყველაზე პირად ვიცი, ახლა აქ არ მაქვს აღნიშნული, მაგრამ მსგავსი ადგილები მეგობრებო, აი მეგობრებო, მსგავსი ადგილები რამდენი მაქვს აღნიშნული შეხედეთ. აი უბრალოდ შეხედეთ რამდენი მაქვს აღნიშნული, ჯერ სადაა ეს კიდე. და ეს არის ხოლო საფრანგეთამდე და რამდენი ასეთი არ მაქვს აღნიშნული, რაც ზეპირად ვიცი. უბრალოდ ესეთი მონაკვეთებია, სადაც გასწრება და რაღაცები და რადარებიც აყენია, ხვდებით? და ხანდახან ღამეროა ისეთ ცუდად აყენია გერმანიაში რადარები, რომ მეც კი ავიწდება ხოლმე იმ ადგილებში და იმ ადგილებზე მაინც ვერ გავიგე, იმიტომ რომ ხანდახან 85-ს გიღებს, მაგრამ ჯარიმა არ მოდის, ხანდახან 90-ს და მაინც ეხა რო ვიცი და მოისურვე რომ ხანდახან ხის რო გაივლი, ხო არაფერი არ ჩანს და მანქანით რო გაივლი და კამერაში გაიხედო, ზუსტად ისე აყენია, რომ არაფერი არ ჩანს. უბრალოდ იქიდან აქით რომ მოვდივარ, ხო ხედავ რომ ხიძე აყენია კამერა და ასეთი რაღაცები აღნიშნული მაქვს, რაც საეჭოა, თორე ხა მან რაც აღნიშნული მაქვს, მეორე მაგდენია კიდე მთელი ამ 1200 კილომეტრში ჩათვალეთ მარტო საფრანგეთ, ინგლისს არ ვიზახ. ინგლისში არ სჭირდება პრინციპი, იმიტომ რომ ინგლისში ბრმა უნდა იყოს, რომ ეგ რადარები ვერ ნახო. ან ჯერ ხო რადარი ესყვირის, მერე ხო გეუბნება ისაო, რა ქვია, ზნაკებია, მერე ხო რადარამდე ეს შეიძლება შეცდეს, მაგრამ რადარამდე პატარა კამერებია ხოლმე, თეთრი კამერები, ორი კამერა აყენია. ეს თუ იძახს რადარიაო და თეთრი კამერა არ შეგხვდათ, მაგალითად აი აქ აყენია ორი თეთრი კამერა, მაგას ინგლისის რეისებს მერე ნახავთ და აგერაა მერე რადარი. ესე იგი არ არის და იქ არც უყურებ და ის რადარებით იმხელა ყვითელი დიდი მახინები აყენია, რომ მაგას ეგრევე ნახავ რა და ინგლისში მსგავსი რამები არ მჭირდება, იქ გასაგებათაა ყველაფერი მოკლედ. ინგლისში მარტო ერთხელ მაქვს ნანახი რადარიანი პოლიციელი იდგა, მარტო ერთხელ მაქვს ნანახი. აქ სხვათა შორის ოფროუდ მანქანები აქედან სადღაც გადმოდიან და ხშირად არის ხოლმე შეკრებები. სხვადასხვა ძველები, ახლები, ძალიან ბევრი ოფროუდ მანქანები იკრიბება ხოლმე აქ და აი აქით მიდიან ხოლმე სადღაც, არ ვიცი აქ სად მიდიან. მოკლედ ეგრე მეგობრებო, ამ პატარა ვიდეოში ძირითადად ეს რადარი პოლონეთის მარტო პოლონის რადარებზე და ეს ხმები და რაღაცა, ვისაც მუღამი აქვს, რომ აი ეს ხმები როგორ ისმის და რაღაცა თქვა, ეს ძრავის ხმა და სიჩქარის გადართვა და აქ ხანდახან არის ხოლმე ხმები რაღაცაზე რომ გადავდივარ, ძალიან ტკუც და რაღაც ხმები არის ვიდეოში, მაგრამ რეალურად მაგდენი ხმა აქ არ არის მეგობრებო. ანუ ძრავის ხმა და ისიც ცოტა უფრო ხმამაღლა, უფრო ჩუმად არის ხოლმე რეალურად ხმა და ის ტკუცები რაც ისმის, რეალურად ეგეთი ტკუცები აქ მანქანაში არ არის. კი ეხა ზევით ახლა ჭურჭელი და რაღაცა მილაგია და რაღაცა ხმაურობს ხანდახან, მაგრამ ეხა მიდის აბსოლუტურად ჩუმად. ეხა რა პატარა მანქანით გივლიათ და რა იმითი, ხო, უბრალოდ აქ შუში შუმა იზოლაცია მას ისეთი არ აქვს, როგორც პატარა მანქანას, თორე არანაირ კაცები და ტკუცები ეხა არ ისმის, როგორც თქვენ არ გესმის და როცა გესმით მაშინაც იმაზე ბევრად ნაკლები ხმებია, უსიამოვნო ხმებს გულისხმობ რა. და დანარჩენი ეს ძრავის ხმა და რაღაცა ეხა მე მივეჩვიე, მაგრამ მე ვეძებდი ხო გეუბნები და აი კომპიუტერში გადმოვიწერე სკანი და მაუსი ვიყიდე სპეციალ rulis ყიდვაც ინდა რომ მეთქი რომ ჩამოვალ ზუსტად ვიცოდე, იმიტომ რომ არის თამაშები რომ ზუსტად აი სარკებს შეგიძლია გაიხედო და რო აყენებ და მე ვერ ვაყენებდი ზადნი და იგივე არ არის, მაგრამ რაღაც წარმოდგენის შესაქმნელად ეგ თამაშებიც კარგი არის და ერთ ზოლს ველაპარაკი და მეც გადმოწერილი მაგრამ სკრინები ჩამიგდო რომ რამოდენიმე სიმულატორი მოკლედ ამ ტრაილერს გადმოწერილი ქონდა რა. ასე რომ ეს პატარა ვიდეო იმ კატეგორიისთვისაა, როგორც აი მე და ის ბიჭი რომელიც არის, ხა ვისაც ეს ცოტა რაღაც ციკები რო აქვს, ბავშვობის ციკები რო მოყვება, მოკლედ მაგათვისაა და ვინც მხოლოდ ფულის საშინელად და რაღაც ამოდიხართ, ეს ვიდეო შეგიძლიათ გამოტოვოთ და შემდეგზე გადადით უფრო ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს ნახავთ ხოლმე მეგობრებო. ასე რომ დღეს დაგემშვიდობებით, ხვალე უკვე გავაგზელებ გერმანიის გზას და ჰოლანდიამდე როგორ ჩავდივარ, მაგას ავტვირთავ ხვალე.
Съезжайте с перекрестка с круговым движением. Через 200 метров на перекрестке с круговым движением сверните на первый выезд. Съезжайте с перекрестка с круговым движением. ამ ხიდს იქით უკვე არის გერმანია. ამასობაში ვინაიდან ვიცით რომ აქ სულ საცობია გერმანიაში გადასასვლელი ვიხეთებ და შევცვლით ქვეყანას. ოკეი. Водитель 1, конец страны Полонети, начало страны Германия. Укан, окей. მოკლედ მეგობრებო, ესეთი რადარები პოლონეთი ინგლისი პოლონეთის მიმართულებით ამ რეისებზე დაახლოებით 50-60-მდეა. ასე რომ იყავით ყურადღებით.